ეთერშია ახალი ამბების მთავარი გამოშვება გურანდა დოლიძესთან ერთად გამარჯობა. გადაწყდა, რომ აჭარის მაღალმთიანეთში, კერძოდ კი ხულოს მუნიციპალიტეტში სტაციონალური სამიანო განყოფილებები აღდგება. ეს განცხადება დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში გაკეთდა, სადაც კომპანია ABEX-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ვანო ბოკერია და ამ კომპანიის აჭარის რეგიონალური მენეჯერი გიორგი გიორგაძე იმყოფებოდნენ. შუახევში მომხდარ ფაქტზე სტუმრებს უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიაში მოусმინეს. კომპანიის წარმომადგენლები ექსპერტიზის დასკვნამდე კონკრეტულ პოზიციას არ აფიქსირებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ დავითაძის ჭრილობა სიცოცხლესთან უსაბამო იყო. ჩვენ ვემზადებოდით ამ სიტუაციისთვის, სწორედ იმიტომ რისკები მოგვეცილებინა მოსახლეობის და რისკები დაგვეპარა, ანუ კატასტროფის სამსახური გაძლიერდა ეხლა იქ. ეს კატასტროფის მანქანაზე ჩვენ ვისაუბრებთ, ეხლა მუდმივად დგას შუახევში და მაშინაც იდგა, უბრალოდ იყო ასეთივე რეფერირება, დაემთხვა ესე რომ ეს მანქანა იყოვებოდა ბათუმში, გადაყვანილი არის პედიატრიაში ინტოქსიკაცია. ანუ ის რაც ჩვენ გქონდა ჩაფიქრებული, გვაქვს და ეხლა დგას იქ ეს მანქანა აქტუალური და დაკომპლექტებული, რომელმაც უნდა დაასრულოს ყველა სხვა რისკი, რომელიც არის მაღალმთიან აჭარაში, სამწუხაროდ იმ დროს იყო გასული გამოძახებაზე. შეხვედრას კომისიის წევრებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი და სხვა დეპუტატებიც ესწრებოდნენ. ავთანდილბერიძის განცხადებით, მოსახლეობამ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უნდა მიიღოს, ამისთვის კი მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს, ადამიანებმა მიიღონ ყველაფერი, რაც გათვალისწინებული არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით და სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ დღეს კორპორაციის წარმომადგენელთან, რომელმაც გაგვასწრო თავისი გეგმები, რომ ისინი აპირებენ რეანიმობილის დამატებას, რადგან ფაქტია, რომ ეს ერთი რეანიმობილი არ არის საკმარისი და აპირებენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას იმისათვის, რომ მომსახურება უფრო უკეთესი გახდეს. ჩვენ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან ჩამოსულ კომისიას, რომელიც განსაზღვრავს თუ რითი იყო გამოწვეული პაციენტის გარდაცვალება და შესაძლებელი იყო თუ არა ამ პაციენტის გადარჩენა. და მეორე საკითხი, რომელიც დავსვით, ეს იყო თუ რას ნიშნავდა ABEX-ის მიერ გაჟღერებული, გავრცელებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის გამოდიოდა საყოველთაო დაზღვევის სამი კომპონენტიდან. ამასთან დაკავშირებით მივიღეთ განცხადება, რომელიცაც ABEX-მა დაადასტურა, რომ ის აპირებს მაღალმთიან რეგიონში, აჭარაში კვლავ გააგრძელოს სამედიცინო მომსახურება. მოქალაქე, რომელიც 3 მაისს შუახევში მომხდარ მკვლელობაშია, ეჭვმიტანილი პოლიტპატიმრის სტატუსით 2012 წლის დეკემბერს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ის ნარკოდანაშაულის ჩადენაზე იყო გასამართლებული და იმ 190 ადამიანს შორის მოხვდა, რომლებსაც ოფიციალურად უწოდეს პოლიტპატიმრები და პოლიტიკური ნიშნით დევნილები. ეჭვმიტანილი 25 წლის დათო დავითაძის მკვლელობაშია ბრალდებული. ოჯახის ახლობლების განცხადებით დაჭრილი იმის გამო გარდაიცვალა, რომ საავადმყოფოში არ იყო ქირურგი, რომელიც პაციენტს სათანადო დახმარებას აღმოუჩენდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის 108-ვე მუხლით მიმდინარეობს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა შუახევში მომხდარ ფაქტს შემაშფოთებელი უწოდა. ნუგზარ სურმაინძის ინფორმაციით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან ჩამოსულია სპეციალური კომისია, რომელიც სიტუაციად ადგილზე სწავლობს. ჩვენი პოზიციაა, რომ სამივე მუნიციპალიტეტში, რომელიც ყველაზე მაღალ რისკიან რეგიონებად მიიჩნევა, ადგილზე იყოს გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება, როგორც ქირურგიაში, ასევე თერაპიაში, აცხადებს ნუგზარ სურმაინძე. ასევე უნდა ფუნქციონირებდეს სამიანო განყოფილებების, რადგან აქ მშობადობა მაღალია, მიაჩნია მინისტრს. ჩამოსულია კომისია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ისინი მუშაობენ ამ ფაქტთან დაკავშირებით, სწავლობენ. ჩვენ ინტენსიურად მუშაობთ თვითონ სამინისტრო სერვისების მიწოდებებთან. ჩვენი პოზიციაა, რომ სამივე მუნიციპალიტეტში იმის გათვალისწინებისა მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები, რომ იქ საკმაოდ მაღალია რისკი უესრად რაღაცა პრობლემების და მოსახლეობის აჯანყების სფეროში, უნდა იყოს ადგილზე ორგანიზებული გადაუდებელი დახმარება ქირურგიაში, თერაპიაში. გარდა მაგისა უნდა იყოს შენარჩუნებული სამიანო სამსახური, ვინაიდან აჭარის მაღალმთიანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი შრომადობით და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობას უნდა შევუქმნათ მაქსიმალური პირობები იქ ცხოვრებისათვის. რაც შეეხება დამატების სერვისებს, თუ შეთავაზებს მოსახლეობას ოპერატორი, რომელიც აწოდებს ამ სერვისებს, ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნით, მაგრამ ჩვენ ვიცავთ იმ პოზიციას, მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ის მინიმალური პაკეტი, რომელიც არსებობდა მანამდე და არსებობდა დღემდე.
ხის სხვა სიახლეები. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა 5-დღიანი ტაიმ-აუტი აიღეს. კონსულტაციები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. საკანონმდებლო ორგანოს წევრები ამბობენ, რომ ზოგი წინადადება შიდა პარტიულად უნდა განიხილონ. კოალიცია ქართული ოცნების წევრი გიორგი მასალკინი ამბობს, რომ დათმობაზე წასვლა ორივე მხარეს, როგორც კოალიციის წევრებს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწევთ. არ მქონდა იმედი, რომ იმ რთული სიტუაციიდან, რომელშიც უმაღლესი საბჭო აღმოჩნდა, მალე ვიპოვიდით გამოსავალს, განაცხადა განათლების კომისიის თავმჯდომარემ ჩვენთან საუბრისას. კონსულტაციების დროს ვიცე-სპიკერობის ორი ახალი კანდიდატის ვინაობაც გახდა ცნობილი. მერაბ აბაშიძისა და აკაკი ძნელაძის კანდიდატურებს კოალიცია ქართულ ოცნებაში განიხილავენ. ჩვენ ჩავწერეთ ის საკითხები, რომელზეც უნდა შევთანხმდეთ 4 პოლიტიკური ძალა, ასე ვთქვათ, 4 პოლიტიკური სუბიექტი გამოკვეთილი უმაღლეს საბჭოში და 4-მემ აიღო გარკვეული ტაიმ-აუტი, რომ შევთანხმდეთ ძალიან რთულ საკითხებზე. ნაწილზე შევთანხმდებით, ნაწილზე არა. ჩვენ გვაქვს კანდიდატურები ვიცე-სპიკერობის რამდენიმე, მაგრამ ოპოზიციას აქვს თავისი შესთავაზება, რომ აუცილებლად ვიცე-სპიკერი იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. ამაზეც იქნება მსჯელობა. არის წარდგენილი მერაბ აბაშიძე, ჩვენს გარდა შეიძლება და კიდე სხვა კანდიდატების დასახელებულიყო, ასევე დასახელდება ოპოზიციიდან ან სხვა დეპუტატები, ასე რომ ეს არის შეჯერების და შემდეგ ასარჩევი. პოსტებზე საუბარი არ არის დავთმობ თუ არა, მთავარი არის შეთანხმება შედგეს, კომპრომისზე წავიდეს ორივე მხარე. კონსულტაციები 11 მაისს 11 საათზე განახლდება. დაინტერესებული მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. თავისუფალი დემოკრატების წევრი თემურ კახიძე ამბობს, რომ პაუზა საჭირო იყო, შიდა მოლაპარაკებები კი გაგრძელდება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ უმაღლეს საბჭოში შესაძლოა 2 ახალი ფრაქცია შეიქმნას, მათ შორის ერთი ქართული ოცნების რიგებში, მეორე ფრაქციის შექმნას კი გავრცელებული ინფორმაციით თავისუფალი დემოკრატები გეგმავენ. თემურ კახიძე დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ადასტურებს, რომ ახალი ფრაქციის შექმნის იდეა არსებობს. ერთმანეთს დრო შაბათამდე მივეცით, რადგან გადაწყვეტილების მიღება გართულდა, აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი მედია ბასაძე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კი დღევანდელ კონსულტაციებს ოპოზიციური პარტიის წევრების გამარჯვებად აფასებენ. თავისუფალ დემოკრატებს კონკრეტული ამოცანა, წინაპირობა არ აქვს, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მიიღოს დიდმა რაოდენობის პარტიებმა, კოალიციამ და ნაციონალურმა რაღაც შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილებას, ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიმართული უმაღლეს საბჭოს დალაგებისაკენ დაუჭერთ მხარს. არ შევჯერებულ ვართ კანდიდატზე, იმდენად რამდენადაც მე ვფიქრობ, რომ ჯერმალი ფუტკარაძის კანდიდატურა აუცილებლად უნდა იქნეს წამოყენებული, იმიტომ რომ კენჭს იყრიდა ამ თანამდებობაზე და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ უმცირესობის პოზიციებიც იქნება გასარკვევი. ეხლა მე მაგალითად მაგის წინადადება, რომ თუ კი უმცირესობამ თავის დროზე ბატონ ჯემალს დაუჭირა მხარე ამ თანამდებობაზე, მათ პოზიცია არ უნდა შეიცვალა. ჯერ კიდე ვერ მიხვდნენ ადამიანები, რომ ის პოზიციები რაც აქვთ, უნდა დათმონ და სწორედ ამიტომაც ერთი კვირით და რამდენიმე დღით გადაიდო განხილვები და ვფიქრობ, სკამებისთვის და თანამდებობისთვის ბრძოლაც უნდა დამთავრდეს უმაღლეს საბჭოში. კონსულტაციებს უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი დეპუტატი დავით ბაციკაძე არ ესწრებოდა. ის ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, რადგან ისინი მხოლოდ ულტიმატუმის ენით ლაპარაკობენ და კონსტრუქციულები არ არიან. დღესვე ყოფილმა ვიცე-სპიკერმა აღიარა, რომ კვოტირების საკითხის დროში გაჭიანურება მისი იდეა იყო. თავის დროზე კი კოალიციის წევრებმა მას დაუჯერეს. როგორც დავით ბაციკაძე ამბობს, ეს ტაქტიკური გეგმის ნაწილი იყო, რომ არ დაკანონდეს ის რეალობა, რომელიც რევანშისტებმა უმაღლეს საბჭოში შექმნეს. ასევე იმისათვის, რომ კომისიებში უმცირესობაში არ აღმოჩნდნენ, მუშაობთ, აცხადებს საკანონმდებლო ორგანოს წევრი. ბაციკაძე დეპუტატებს მიმართავს და აცხადებს, რომ მოვლენების განვითარებას დაელოდნენ, შესაძლოა ახალი ფრაქციები შეიქმნას, რის შემდეგაც კომისიების ახალი წესით დაკომპლექტება კვლავ დღის წესრიგში დადგება. ჩემი მოფიქრებული სქემა იყო, რომ გაგვეჭედა სხვა კომისიებიც, რადგან არ მოხდარიყო აგრარული და თვითმმართველობის კომისიის გაუქმება, რაც ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ იდეა ფიქსად იქცა. ესმის რომ ნაციონალურ მოძრაობას უკვე აღარ ყავს ფარაჯერება ხაც თავისუფალ დემოკრატებს ხრივ და თავისუფალ დემოკრატები ჩვენაზე არიან ამ შემთხვევაში ამ კომისიისთან დაკავშირებით რომ არ უნდა გაუქმდეს. მაგრამ მე აღარავით არ ვალდებულებას და საჭიროებას მოლაპარაკებისას ნაციონალურ მოძრაობასთან მე ვერ ხედავ.
ხალხის პარტია და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა გაერთიანდნენ გადაწყვეტილება დღეს ჯუმბერ თავარქილაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანა. თანამოაზრეებთან ერთად ერთიან ოპოზიციაში გადასვლის მიზეზად ხალხის პარტიის ყოფილმა ლიდერმა ქვეყნის განვითარების არასწორი კურსი დაასახელა. მისივე თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ ხალხის იმედები ვერ გაამართლა, რის გამოც ქვეყანა ჭაობში აღმოჩნდა. მისივე განცხადებით, გაერთიანებულ დემოკრატებისა და მათი ხედვები, როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით თანხვედრაშია. მიღებული გადაწყვეტილების გამო გაერთიანებული დემოკრატების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯუმბერ თავარქილაძეს მადლობა გადაუხადა და ის გზავნილები გაახმოვანა, რა მიმართულებითაც ერთიანი ოპოზიცია იბრძოლებს. სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, როგორც გიორგი ცინცკილაძემ განაცხადა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ID ბარათების უფასოდ გაცემის აქცია გრძელდება. აქციის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ახალი პირადობის მოწმობა 102,476-მა მოქალაქემ უკვე აიღო, მათ შორის 7,654 ID ბარათი ბათუმის იუსტიციის სახლში გაიცა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ახალი ტიპის პირადობის მოწმობის აღება უფასოდ 16 წლის ასაკის ზემოთ იმ პირებს შეუძლიათ, ვისაც აქამდე ამ ტიპის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ქონია. აქცია 20 ივნისის ჩათვლით გრძელდება. პირველ ეტაპზე ID ბარათები უფასოდ უკვე გაიცა მასწავლებლებისთვის, ომის ვეტერანებისა და სტუდენტებისთვის. ახალი პირადობის მოწმობის აღება ბათუმსა და თბილისში შაბათ-კვირის ჩათვლითაა შესაძლებელი. სურმაინძეების ოჯახი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს. მაგული ბერიძის თქმით, მცირე წლოვანთან ერთად ნაქირავ ბინაში ცხოვრობს. მისივე განმარტებით, სოციალური შემწეობა ოჯახს წყლის გამათბობლის გამო შეუწყდა. იგი განმარტავს, რომ გამათბობელი ბინის მესაკუთრეს ეკუთვნის. მაგული ბერიძე ასევე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს. ოჯახის უფროსი წევრი ამბობს, რომ მისმა მეუღლემ სწორედ ოჯახის სიდუხჭირის გამო დაიცვა თავი. პრეტენზიებს სოციალური მომსახურების აჭარის ფილიალის უფროსმა უპასუხა. თემურ ხარცივაძის თქმით, აღნიშნული ოჯახი დემოგრაფიული ცვლილებების გამო ხელახლა გადამოწმდა, ხოლო ამჟამად არსებული მეთოდოლოგიის მიხედვით ოჯახმა ის ქულა მიიღო, რომელიც შემწეობის მიღებას არ ითვალისწინებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 2016-2019 წლების პროგრამების საშუალო ვადიანი გეგმა განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გრძელვადიან პროგრამაში ახალი მიზნობრივი პროგრამები გაფართოვდება. სამინისტროს ბიუჯეტი 2015 წელს 641,000 ლარით გაიზრდება. საერთო ჯამში 18 პროგრამა გაგრძელდება და ერთი ახალი დაემატება. მომავალი წლიდან უწყება ღვიძლის გადანერგვის ოპერაციებს პროგრამულად 100,000 ლარით დააფინანსებს. საკუთარი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა და დასაქმების სააგენტომ. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია დღეს ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სპეციალური პრეზენტაციის დროს გააცნო. დაინტერესებულმა კომპანიებმა გმირთა ხეივნის დაგეგმარებისა და კონკრეტულად ინვესტიციის განხორციელების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. დავით ბალაძემ 40-მდე ადგილობრივი და უცხოური კომპანიის წარმომადგენლებს კონკრეტული მიწის ნაკვეთის, საინვესტიციო პირობები და მშენებლობის რეგულაციები გააცნო. დავით ბალაძის ინფორმაციით, ობიექტის პრივატიზების პროცესი ერთ კვირაში დაიწყება. თუ რა ფასად გასხვისდება მიწა, ამას აუდიტის სამსახური განსაზღვრავს. აღნიშნულ ტერიტორიაზე საინვესტიციო ობიექტი აუქციონის წესით გაიყიდება. რა ფასებში მოხდება მისი გასხვისება, აღნიშნულ თანხას აუდიტი შეაფასებს თუ რა ფასი ექნება, შესაბამისად მოხდება მათი აუქციონის წესით გასხვისება. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, ყველა კონკრეტულ ობიექტს ექნება ინვესტიციის მოცულობა ინდივიდუალურად განსაზღვრული, ვინაიდან სამშენებლო მოცულობები ინდივიდუალური არის, აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა პირობები გაწერილი იქნება ინდივიდუალურად და შესაბამისად დადებული იქნება ელექტრონულ აუქციონს. გმირთა ხეივნის ტერიტორიის 3 ჰექტარიანი მიწის ფართობიო 14 საინვესტიციო ნაკვეთად არის დაყოფილი. მისი ათვისება 2 ეტაპად მოხდება. კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, მინიმალური კი 30 მეტრით განისაზღვრა. საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით, რომელიც თანხის გადახდას 1 წლის განმავლობაში განვადებით ითვალისწინებს, შენიშვნები ჰქონდათ კომპანიის წარმომადგენლებს. დავით ბალაძის თქმით, მათ სამინისტრო აუცილებლად გაითვალისწინებს. ვფიქრობთ, რომ ეს იყო მის აღები შენიშვნა, შესაბამისად ჩვენ ამ მიმართულებას გავითვალისწინებთ და ვფიქრობთ, რომ 1 წლის განმავლობაში გავაკეთებთ განმარტებას. რაც შეეხება ტერიტორიას თუ რატომ მოხდა ხეივანის შერჩევა, ეს არის ერთადერთი ტერიტორია, რამაც მოგვცა საშუალება, მიწის ნაკვეთები დაახლოებით 3 ჰექტარი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. შესაბამისად, ეს იქნება პირველი პროექტი, რომელიც იყო უპროცენტო და ეს დაგეგმარებული, რაც შეეხება მსგავსი ტიპის ოღონდ უფრო მასშტაბური, ეს იქნება მეორე პროექტი, ეგრეთ წოდებული გონიოს პოლიგონი. სამშენებლო კომპანია ორბიჯ გუფის დამფუძნებელი გიორგი ბიწაზე მთავრობის მიდგომებსა და საინვესტიციო პირობებს იწონებს და ამბობს, რომ კომპანია პროექტში აუცილებლად ჩაერთვება. საინვესტიციო პირობები მოიწონა კომპანია G25-ის დირექტორმა მინურ ტუნაძემაც.
ეს მიდგომები, რომელიც ახლა დღეს გვიჩვენა ეკონომიკის მინისტრმა, ეს არის ძალიან სწორი. იმიტომ რომ აი სამშენებლო კომპანიებმა შეიძლება ამის მიხედვით გააკეთონ დასკვნა სამომავლოდ როგორი არის მთავრობის მიდგომა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ორბის ჯგუფისათვის ფიქრობ რომ ეს საინტერესო პროექტები იქნება და ჩვენ აუცილებლად მივიღეთ მონაწილეობა. შემოთავაზებულ ინვესტიციას რაც ეხება ეს არის საინტერესო რომ იმდენად რამდენადაც რამოდენიმე ლოტი იქნება გამოტანილი, იქნება შეღავათიანი პირობები, საუბარი იყო იმაზე რომ დაინტერესების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება დეველოპერის პოზიცია ანუ ვადებთან დაკავშირებით, გადახდის პირობებთან დაკავშირებით, ამდენად მე ვფიქრობ საინტერესო პროექტი არის. საჯარო და კერძო ინტერესებზე დაყრდნობით ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობის მიზნით აჭარის ფინანსა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროს ზურა ჭურპეიძის თქმით უწყების მიერ გამოტანილ მიწის 4 ნაკვეთზე სპეციალურ საშეღავათო პირობებს ადგენს, რომლის მიხედვითაც ინვესტორები შეღავათებით ისარგებლებენ. ძირითადი პირობა არის შემდეგში, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვის ვადაში მყიდველი ვალდებულია ნულოვანი ნიშნული მოაწყოს, წარმოადგინოს შესაბამისი ნებართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში ნულოვანი ნიშნულიდან დიდი და არამზიდი კონსტრუქციის დასრულებამდე გეგმა გრაფიკი, 28 თვის ვადაში წარმოადგინოს და დაასრულოს მზიდი კონსტრუქციის მშენებლობა, ხოლო 34 თვის ვადაში დაასრულოს შენობა-ნაგებობის მშენებლობა. და 40 თვის ვადაში შეიყვანოს ექსპლუატაციაში. ცნობილია, რომ ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტისა და სპორტული ცენტრების განთავსება შესაძლებელი იქნება. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესისა და ტურიზმის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი რეგიონში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს ტომაშ ჰერნიცკის შეხვდა მხარეებმა ტურისტული ბიზნესის, ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გიორგი ერმაკოვის თქმით, შეხვედრის მიზანი ჩეხეთსა და ბათუმს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში გაცვლითი პროგრამების ამოქმედებაა. ჩვენ საუბარი გქონდა იმ პერსპექტივებზე, რომელიც შეიძლება მუნიციპალურ დონეზე განხორციელდეს საელჩოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით არა მხოლოდ რეგიონსა და ჩეხეთს შორის, არამედ მუნიციპალიტეტებს შორისაც. საუბრობდით პროგრამებზე, რომლებიც შეიძლება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩეხეთის სახელმწიფოს მეშვეობით განხორციელდეს საქართველოში. ეს ძირითადად იყო პროგრამები გარდა ბიზნეს ურთიერთობისა დაკავშირებული ახალგაზრდულ საქმეებთან, განათლებასთან დაკავშირებული, კულტურასთან დაკავშირებული. კიდევ გქონდა სხვა საკითხებთან საუბარი, რომელიც კერძოდ ქალაქის განვითარებას ეხებოდა. ეს ჩემი როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის პირველი ვიზიტია ბათუმში. პირველად თქვენს ქალაქს როგორც ტურისტი 2000 წელს ვსტუმრობდი. მანამდე კი აქ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაზე ვარ ნამყოფი. ამჯერად შეხვედრა ბათუმის მერთან ჩვენი ქალაქების დამეგობრების მიზნით მოითხოვე. ვისაუბრეთ ტურისტულ ბიზნესზე და სხვა სფეროებზე. შეხვედრის მიზანი გარდა საქართველოს ჩეხეთის დამეგობრებისა, თქვენს რეგიონსა და ჩვენს ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირების დამყარებაა. განმოგწევთ გამოშვებას. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოდესიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით ფრენები ისევ შესრულდება. პირველი პირდაპირ რეისი დღეს განხორციელდა, რომელიც უკრაინულმა ავიაკომპანიამ იანეარმა შეასრულა. კომპანია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან მაისის ბოლოსთვის პირდაპირ რეისებს კიევის მიმართულებითაც გეგმავს. უკრაინული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავები ოდესა ბათუმი, ბათუმი-ოდესის მიმართულებით კვირაში ორჯერ სამშაბათსა და შაბათს იფრენენ. რაც შეეხება კიევს, კომპანიის კომერციული დირექტორის განცხადებით, უკრაინის დედაქალაქში რეისები კვირაში სამჯერ განხორციელდება. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით იანეარის ხელმძღვანელობა ბათუმში ფრენების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. უკრაინული ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე გასული წლის აგვისტოში შემოვიდა. იანეარის მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აეროპორტის ხელმძღვანელობა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დახვდნენ. საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა ამ საკითხებთან დაკავშირებით დეპარტამენტის წარმომადგენლების საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ჯეინ ბრინს შეხვდნენ. საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი შემჭიდროებულ ვადებში უნდა განახდეს და მომზადდეს. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხეს პროექტის ფარგლებში ხორციელდება. დოკუმენტი მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო და იგი დაჩქარებული წესით 2015 წლის ივნისში იგეგმება.
გონიოში ანდრია პირველწოდებულის მე-6 ჩიხში სანიაღვრე სისტემის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ბეტონს ასხამენ. სანიაღვრე სისტემის რეკონსტრუქცია ივლისის დასაწყისში დასრულდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა. დავით ბახტაძის ინფორმაციით ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 101,351 ლარი დაიხარჯება. სანიაღვრე სისტემის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩიხის კეთილმოწყობაც იგეგმება. ამ სამუშაოებისთვის განკუთვნილია 90 დღე, დაწყებულია უკვე სამუშაოები და ხედავთ, რომ აქტიურ ფაზაშია შესული და სამუშაოები დამთავრდება 6 ივლისს. სანიაღვრე არხის დამთავრების შემდეგ ქუჩა მოეწყობა, გადაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა გარე განათლება. ქალაქთან ახლად შემოერთებული ტერიტორიის მცხოვრები რევას აბდულიში ამბობს, რომ წვიმის დროს ქუჩა ხშირად იტყორებოდა და მოსახლეობას ფეხით გადაადგილებისას პრობლემები ექნებოდა. ერთი წელიწადი იყო, რომ წყალი ადით და ღელე არხი. ხო და ეს შიგ ჩამივარდა. მაცივარი ყველაფერი რომ გადავყარე. საჭირო რა თქმა უნდა იყო, მაგრამ დღემდე არ გაკეთებულა და თიკვირია კეთდება, რაც კეთდება, მე მიხარია. აქაც ისეთი უნდა გაკეთდეს, რომ შეფერხება არ უნდა კონდეს. ეს წყალი უნდა გადავაგდოთ როგორმე არხში და უნდა წავიდეს მის კანაპოტში. დემოკრატიის ინსტიტუტი იუბილარია აჭარაში ის 11 წლის წინ დაარსდა. ორგანიზაციის მუშაობისა და მიზნების შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს. არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, დემოკრატიის ინსტიტუტი რეგიონის ფარგლებს გასცდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბევრი პროექტის ავტორიც გახდა. როგორც არჩილ ხახუტაიშვილი ამბობს, მიზნებს შორის ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაა. აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახური დემოკრატიის ინსტიტუტს იუბილეს ულოცავს. ჩვენი ორგანიზაციის შესახებ მეტნაკლებად ცნობილია უკვე საზოგადოებისთვის და 11 წლის წინ. ჩვენი მთავარი მისია და მიზანი ასაც გაწერილია ზოგადად ტესტებით და სულისკვეთება რითაც ჩვენ მუშაობთ და ვართ. ეს არის პირველი მისია ზოგადად ჩვენი ეს არის და მისაღება რომ საქართველოს ბოლოს გახდეს როგორც ვთქვათ განვითარებული ევროპული დემოკრატიის ქვეყანა. ამკიდან გამომდინარე ჩვენი ორგანიზაცია ჩვენს რესურსებისა და ჩვენს ხელსაწყოების საძლევების ფარგლებში ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს დემოკრატიული სისტემის განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია, აიცვას ადამიანის უფლებები. ხულოში გამგეობისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. 45 ვაკანტურ ადგილზე 75 კონკურსანტია. მათთან გასაუბრება პარასკევს დასრულდება და შედეგები მომდევნო კვირას გამოქვეყნდება. კონკურსის მიმდინარეობას არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები აკვირდება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირებას ბათუმის მერიაში გაივლიან. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მხარეებმა დღეს მოაწერეს. სამომავლო გეგმებსა და მერიაში მიმდინარე პროექტებზე სასაუბროდ სტუდენტებთან ბათუმის მერი მივიდა. გიორგი ერმაკოვი უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მერიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგებსა და სემინარებს უფასოდ ჩაატარებენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჭარისწყლის თემში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ყოფილი მესაზღვრეების ორსართულიან შენობაში განთავსდება. პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან 126,000 ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ წლის ბოლოს დასრულდება. ბაღი 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აჭარისწყლის, კირნათისა და მაჭახლის თემებს მოემსახურება. ამ სამი თემის მოსახლეობა საბავშვო ბაღი არასდროს ჰქონია. დღეს სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და გამგებლის პირველმა მოადგილე ნოდარ ხალვაშმა მოინახულეს. ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Sound Spring იწყება. ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს. ფესტივალის მიზანია მუსიკაში ექსპერიმენტის მნიშვნელობის დაფიქსირება და თანამედროვე ტენდენციების მსმენელისთვის გაცნობა. მუსიკალურ ექსპერიმენტებთან ერთად ფესტივალის ფარგლებში ვორქშოპები ჩატარდება. Sound Spring 8, 9 და 10 მაისს ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება. ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.
ზღვისპირა პარკის საჩოგბურთო კორტებზე 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა აჭარის ღია პირველობა 4 ასაკობრივ ჯგუფში. თბილისელ და ქუთაისელ თანატოლებთან ორთაბრძოლებში საპრიზო ადგილების უმრავლესობა ბათუმის საჩოგბურთო კლუბისა და მენავთობეთა დაბაში მდებარე ჩოგბურთის კომპლექსური სპორტსკოლის აღსაზრდელება მოიპოვეს. ტურისტულ კომპლექს მარინას კლუბის სახელით 14 წლამდე გოგონათა შორის პირველობა დიანა ცინცაძეს ხვდა წილად. ტურნირის მასპინძლებიდან თავით ასაკობრივ ჯგუფებში გოგონათა შორის ჩემპიონები გახდნენ თეკლა ჯიხვაშვილი, ანა ბრუნჯაძე, ვალერია კიკვიძე, ვერცხლის მედლები დაიმსახურეს ჯული ჯიხვაშვილმა, ამალია აბრაგიანმა და ელენე იმნაიშვილმა, ხოლო ლელა დუმბაძე და მარიამ ჭინკაძე მესამე საპრიზო ადგილებით დაგმაყოფილდნენ. ჭაბუკებში ერთადერთი ოქროს medali ყველაზე უმცროსი სპორტსმენების პაიკრობაში დიმა აბაშიძემ დაისაკუთრა. მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ აჩიკო ჯორბენაძე, ლუკა მამულაძე, დანიელ რახმაიტულაევი და დათო ფიფია, ნიკა ჟორდანია, ნიკა ჩხეიძე და ნიკა მამულაძე კი ბრინჯაოს მედლებს დაჭერდნენ. დიდი ჩოგნის მომავალი პრიზიორი ოსტატებით, ასებით, მედლებით, ციგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 10 წლამდე ჩოგბურთელებს ახლა მერიის თასის ღია გათამაშებაზე მონაწილეობა ეილით, რომელიც მენავთობეთა დაბის კომპლექსური სპორტსკოლის კორტებზე 8 მაისს აიღებს სტარტს. ახლა კი ინტერვიუ ტურნირის მთავარ მსაჯ აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ ასათიანთან. ეს არის ტრადიციული ტურნირი, რომელიც ტარდება 1996 წლიდან. ტურნირზე მონაწილეობდა 80 ბავშვი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი სპორტული სკოლის ბავშვების მონაწილეობა დროს ასაკში, როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში, რომელიც დიდ იმედებს იძლევა მომავალში, რომ მათგან დადგება სახელოვანი სპორტსმენები. ეთერში იყო ახალი ამბების მთავარი გამოშვება გურამ და დოლიძესთან ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ.